ვარ ელიზაბეთ დოლიძე 6 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, თამაში და ხატვა. ამ სამიდან ყველაზე უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა ვისწავლე ჩემით, როცა ვიყავი 3 წლის. მახსოვს სურპირველად დავხატა ქოთანში ყვავილები. ახლა უკვე ვიცი ბევრი რამის ხატვა. მაგალითად, გოგონას ყვავილის, სახლის, ხის. ჩემთვის ყველაზე რთულია ძაღლის დახატვა. ყველაზე ადვილია ცისარტყელის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია იასამის ფერი და არ მიყვარს წვანა. იმიტომ რომ იშვიათი ფერი არა. ნახატში ყველაზე მნიშვნელოვანია იდეა. მე ყველაზე ხშირად ვხატავ სოფელს. მე ახლა გასწავლით სოფლის დახატვას. ეხლა ვხატავ მთას. ეხლა სახლს. ეხლა ბალახებს. ეხლა ძროხას. ეხლა მზეს. ეხლა ცისარტყელას. ეხლა ღრუბლებს. ახლა ქვევით ვაწერ ელიზაბეთ დოლიძე. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ეხლა მაქვს 20 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ ჩემ ოთახში მინდა გამოფინო. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედას. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა დიდი ლეგო. წელს მინდა მაჩუქოს ძაღლი დობერმანი. ჩემი აზრით თოლის ბაბუ არის 38 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის ჯუმერი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის კატერინა. ყველაზე ჭკვიანია კესანე. კესანე ყურჩუბაძე. ყველაზე ცელქია თომა. ყველაზე ბედნიერი მგონია მარიამი. მე ვარ ყველაზე ლამაზი და პრანჭი. კიდე ვარ კეთილი და ნიჭიერი. ბავშვობიდან გავალ რაპუნცელს და იმიტომ ვიცით თმას. სანამ 2 მეტრო არ გამიხდება, არ შევიჭრი. ზოგჯერ მე და დედიკო ვიპრანჭებით ერთად. დგების სარკესთან ვივარცხნით თმას, ვისმო პომადას, კიდე თვალებზე ვისმო რაღაცებს და გაპრანჭვის მერე ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრობა ფატმა დაიდასთან. ზოგჯერ გაპრანჭვილი მიყვარს რესტორანში წასვლაც. დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად მივდივარ და ძალიან ვერთობი. წვადებს ვჭამ და ბევრს ცეკვავ. ცეკვა ძალიან მიყვარს და უკვე 2 თვეა ცეკვავ თაწმინდაში. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარული. საყვარელი ელეთია ეს. ყველაზე რთულია ცერებზე ასვლა. ყველაზე ადვილია მუხლის გატანა და მერე რესკად ესე გატანა. სხვანაირადაც შემიძლია თქმა, მაგრამ ესე იყოს. თაწმინდაში ცეკვას მასწავლის ლელა მასწავლებელი. კარგი მასწავლებელია, მაგრამ ზოგჯერ ყვიჯის. როდის და როცა ვიღაცები აბრაზებენ, მე არ ვაბრაზებ. მე მინდა კონცერტი მქონდეს თბილისში. ბევრს მოგზაურობ და უკვე თბილისში ვარ ნამყოფი. კიდე ვიყავი აბასთუმანში, იტალიაში, ბაკურიანში, ქედაში. ახლა მინდა წავიდე პარიზის დისნეილენდში. სახლში ცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი და ბებია, ბაბუა, კიდევ ერთი ბებია და მამიდი და კატა. კიდე მინდა მყავდეს 2 და 2 ძმა. ჩემი და არის 1 წლის და 9 თვის და ქვია ეკატერინე დოლიძე. ის არის ცელქი, ყველაფერს მართმევს. კიდე ყველაფერსაც ჭამს, იგივე მომდება. კიდე მე ბაძავს. კიდე დედიკოს და მამიკოს აბრაზებს. არა და კარგი გოგოა და ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით ეკატერინე რო გაიზრდება, გამოვა მასწავლებელი.
მამიკო არის სიმპათიური, შრომელი და სულ მე მეთამაშება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, ბედნიერი და კარგი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული მაკარონის სუპი. მეც ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 3 წლის. ეს საჭმელი იყო ხინკალი. ისე ჩემს საყვარელი საჭმელია მწვადი. ახლა მინდა ვიყო 2 წლის. იმიტომ რომ სკოლაში ბევრ გაკვეთილებს აღარ მოგწვენ. მე ვიღლები რომ გვაძლევენ მაგდან გაკვეთილებს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს სახში მოვიყვანდი ცხენს. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ელიზაბედი რომ არ მერქვას შემერქმეოდა. მე რომ ელიზაბედი არ მერქვას მერქმეოდა ბარბარე. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნები საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნები საჩუქარია პატარა ფუმფულა ლეკვი. ბედნიერება არის ეზოში თამაში, ხატვა, დამალობანას თამაში, ჩემი ძაღლი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.